დღეს ჩვენ ვატარებთ ეგრეთ წოდებულ კონსულარიუმს. დღეს იწყება ეს შეხვედრა, რომელიც რამდენიმე დღეს გასტანს. ჩვენ ჩამოყვანილი გვყავს თბილისში ჩვენი საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები, 61 თანამშრომელი ღებულობს მონაწილეობას ამ სემინარში, რომელიც არის ძალიან საფუძვლიანი და გულისხმობს რამდენიმე დღე ინტენსიურ კონსულტაციებს ჩვენთან და იმ უწყებებთან, რომლებსაც ასევე აქვს შეხება ამ თემატიკასთან. ჩვენი ამ კონსულარიუმის მოწყობა შესაძლებელი გახდა ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით და აგრეთვე მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერის საშუალებით, რომლის დირექტორიც გახლავთ ჩვენი საპატიო სტუმარი. გათვალისწინებულია ძალიან ბევრი შეხვედრა, მათ შორის უცხოელ ექსპერტებთან, რადგანაც მოგეხსენებათ საქართველოს გადაწყვიტა მიგრაციის პოლიტიკის შემუშავება და ამ პოლიტიკის განხორციელება. ძალიან ბევრი ახალი რეგულაცია შემოდის ძალაში, ზოგიერთი 1 სექტემბრიდან, ზოგი 1 იანვრიდან. ყოველივე ამისთვის ჩვენ უნდა მოვამზადოთ ჩვენი საკონსულო სამსახურები. მაგრამ ეს შეკრება ვერ გახდებოდა შესაძლებელი, რადგანაც იგი ძალიან დიდ სახსრებს მოითხოვს, რომ არ ყოფილიყო საერთაშორისო დახმარება და როგორც გითხარით, ასევე ფინანსთა სამინისტროს დახმარება. As director in the International Center for Migration Policy Development, an international organization in Vienna, I'm here now to start a meeting which brings together all consuls of Georgia to introduce the new aliens law to them. ICPD has, with EU funding, been able to organize and set up this meeting. We're happy for the very close cooperation with the Ministry of Foreign Affairs and to be able to contribute to, let's say, one of the more important elements of the Visa Liberalization Action Plan, slowly moving, hopefully quick moving, towards visa liberalization for all Georgian citizens.